დღემშვიდობის საჩამოტკბილებო, მოვედი თქვენთან ესეთი ტიპის საჯარო გაშლით, პაუზა დასასრული და როგორ განვითარდება შენსა და ამ ადამიანს შორის ურთიერთობა. გაშლა იქნება ორ ვარიანტზე, რადგანაც მოგეწონათ თქვენ ორ ვარიანტიანი გაშლა და პლუს ამას ჩემი აზრით ურთიერთობას მაინც უხდება ორი ვარიანტი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი არ არის ეს ორ ვარიანტიანი და სამ ვარიანტიანი გაშლები, იმიტომ რომ დიდად გულს ვერ ვუდებ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ზოგი ხართ ტრიპლეტში, ზოგი კვარტეტში, ზოგი ორკესტრში უკრავს და ზოგი უბრალოდ დუეტში იმყოფებით მესამე პირების გარეშე, მოდი ჯანდაბასა იყოს ორ ვარიანტზე ეს საჯარო გაშლა. სმენა იყოს და ყურადღება იყოს, თქვენი ჩრიტიდან ძალიან ცუდ ხასიათზე და ძალიან ავარ აღრენილი და მეტი არ მინდა ხა რამე არ მომეწონოს, უყურე კარგად, რომელიც გაითიშავი და რომელიც დაგიძახებს, რომელიც დაგისიგნალებს, აირჩიე, თუ გინდა დააპაუზე, დააკვირდი კარგად, აქეთ არის მზე, იქით არის ვარსკვლავები, შუაში კიდე, უნდა მათქმეინოთ. გაშლას ვიწყებ პირველი ვარიანტით. პირველი რასაც შევამოწმებ სიგნიფიკაცია არის, გემთხვევა სიტუაციურად არ გემთხვევა, შეგიძლია მეორე ვარიანტი ჩაიფიქრო, ხო? ვუყუროთ სიგნიფიკაციას, რომ მივხვდეთ არის საჩვენო გაშლა თუ არ არის. ნახოთ. პირველი ვარიანტის აუდიტორია. ვინც ჩაიფიქრა კონკრეტულად პირველი ვარიანტი. რა ხდება აი ამ პირველი ვარიანტის ურთიერთობებში ახლა? პრობლემა რა არის? რა ხდება ამათ შორის თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებასთან? თქვენი პრობლემა, თქვენი სიტუაცია ამჟამად ამ წუთას რა არის? ფონი რა მაქვს? ცხრიანი ხმლები, დედა რაღა ვქნა. დედა რაღა ქვeit რა უდევ ქვeit. აბა უყურე განაღადა ანახებს და განაღადა მანახებს. რა ხდება თქვენ შორის? ой დედა. რა ხდება პირველ ვარიანტთან? 100%-იანი, 100%-იანი სამკუთხედი არის პირველ ვარიანტთან. პირველ ვარიანტთან ისეთი რთული სიტუაცია არის, რომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი შემთხვევაში აქ სტაბილურად მიდიოდით. მიუხედავად იმისა, აქ სამკუთხედი არის, თუ რა სიტუაციაც არ უნდა იყოს, პირველი ვარიანტი ვინც ჩაიფიქრა, ნახეთ როგორ რაღაცა უეცარი ცვლილება მოხდა, უეცარი ცვლილება კაცის ხასიათის, დამოკიდებულების, უცბად დააჭირა ენას კბილი, უცბად შეიცვალა, უცბად გაცივდა, უცბად თურმე დრო აღარ აქვს, თურმე ბევრი პრობლემა აქვს, თურმე ბევრი აქვს სამუშაო, ხო? ანუ აქ არის სიტუაცია, სადაც თქვენ იცით მე იშვიათად ვამბობ, რომ აქ არის რაიმე სახის მაგიური ზემოქმედება, იმიტომ რომ მე არ მიყვარს, როდესაც პრობლემას ვერ ჩახედავ თვალებში და ყველაფერს მიაწერ აი ამ რაღაცა ჯადო-მადოებს, ხო? ამ სიტუაციაში თამამად რაც შემიძლია ვთქვა, აქ არის, ნახეთ, იძულებით გაჩენილი ზემოქმედება, რომელიც ზემოქმედებაც ამძიმებს შენი და ამ ადამიანის ურთიერთობას და აქცევს სიმწირესკენ, ხო? აი, იქით უქცევს პირს, ნახეთ. მაგიათიანი კვერთხები და მთვარე. რაც გზაზე ეფინება, აი თითქოს სიმძიმის სახით და აი ამ ჩვენს მამაკაცს ემოციურ დონეზე ძალიან წუწკს და აი მწირეს ხდის, ხო? აი რაღაც ემოციებს აღარ გაძლევს, ყურადღებას აღარ გაძლევს. აქ შეიძლება ითქვას ისიც, რომ თქვენ შორის მოხდა კამათი ჩხუბი ბოლოს რაც იყო და ბევრთან გათამაშდება ის სცენარიც ასევე, რომ აი რაღაცა გაქრა. ხო, აი რაღაცა გაქრა და არ ვიცი სად გაქრა. რომ კარგად ვიყავით, სტაბილურად ვიყავით, გაქრა, მორჩა, დასრულდა გაქრა, კარმული ურთიერთობა არის. ბევრ შემთხვევაში მას ყავს ოჯახი, ან თქვენ ყავთ ოჯახი, ხო? და ნუ ახლა მესამე პირი რომელი ითვლება, ეს თქვენ სიტუაციას მოარგეთ თავად თქვენ. რა ხდება ბავშვებო და აქ ის ხდება, რომ აქ არის რაღაცები ნაჩალი ძალიან ცუდი ფორმით, აქ არის მესამე პირი ჩარეული, არ გამოვრიცხავ, რომ ეს მესამე პირი არ იყოს მარტო. ანუ ვინც ეს რაღაცები აკეთა, ან ვიღაცასთან ვისთანაც გააკეთა, ის ვიღაცა ან მისი დაქალი არის, ან მისი ახლობელია, ვიღაცა არის მოკლედ ერთი სიტყვით, ვისთანაც მან ეს რაღაცები გააკეთა და დაგტოვოთ თქვენ აი ესეთ მდგომარეობაში, ხო? ეხლა მთავარი შეკითხვა აქ რაც არის პირველი ვარიანტისათვის არის ის, რომ პაუზა არის თუ დასრულებული არის სიტუაცია, ხო? ნახოთ ახლა ეს პაუზა არის თუ დასრულებული არის. შენი და შენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების ურთიერთობა. აი ახლა რა პერიოდიც გაქვს ცხოვრებისეულად, მასთან აი ურთიერთობაში რა სცენარითაც მიდიხარ, დასრულებულია სამუდამოდ ეს ურთიერთობა, თუ
პაუზა არის, დროებითი არის. ხმლების მეფე. საქმეც იმაში არის, რომ თითქოს კაცი გამოცვალეს, აი რაღაცა იმდენად ძირფესვიანად არის შეშლილიც და შეცვლილიც და გაციებული და ცივ ენერგიებში არის გადასული, რომ ძალიან დიდ სიღარიბეს გრძნობ ემოციურს, მისგან აღარ მოდის გრძნობა, მისგან აღარ, ნახეთ, ქისა უჭირავს ამ გაჭირვებულს სად არის, თუ ჩანს არ ვიცი, არ არის ყავს ეთყობა, ქისა უჭირავს, რომელსაც გული ახატია. და აი რაღაცა გაღატაკებული არის ეს ურთიერთობა. ამ ურთიერთობას რაღაცა საყრდენი აქვს, ხერხემალი აქვს გამოცლილი, ხო? პაუზა არის თუ დასასრული არის. პირველ ვარიანტს მე ვეუბნები პირდაპირ. აქ არის ურთიერთობა, რომელიც არის დასასრულებელი, ისედაც დასრულებულია და წყალი უდგას უკვე ამ ურთიერთობას, ხო, ფეხქვეშ წყალი არის რაღაცნაირად. აქ არის ურთიერთობა, სადაც შენს ცრემლებზე არის ვიღაცის ვითომ ბედნიერება აგებული. აქ არის გასაშვები ეს ურთიერთობა, იმიტომ რომ მე აქ პაუზას ვერ ვხედავ, მე აქ ვხედავ მტკივნეულ დასასრულს, რომელმაც ძალიან დიდი ემოციური, მენტალური ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ფიზიკური ყველანაირი რესურსი წაგართვა. აქ არის ურთიერთობა, სადაც მამაკაცმა ყველაფერი იკადრა, რაც შეიძლება რომ იკადრებინა. ამიტომ ძალიან გთხოვთ, სწორად გამიგეთ. პირველ ვარიანტს მე ვერ გავაგრძელებ, ვერ ვიტყვი რა განვითარება იქნება აქ, იმიტომ რომ პირველმა ვარიანტმა უკვე განავითარა საკუთარი თავი იქიდან გამომდინარე, რომ ვიღაცამ ეს რაღაცები რაც აკეთა, არ აკეთა ესე მოწმენდილ ცაზე. ამ მამაკაც მასთან ქონდა ან ფლირტი, ან მიმოწერა, ან კომუნიკაცია, იმდენად მაინც მოუშვა ახლოს, რომ ვიღაცისთვის ამის შესაძლებლობა მიეცა. არასდროს არ ვთვლი ხოლმე, რომ აი თუ ვიღაცა რაღაცას უკეთებს ვიღაცას, ესე აი უბრალოდ აი ფანჯრიდან რო იყურებოდეს ახლა ის ქალი და აი კაც დაინახა, აი გადის ხო, მოეწონა და მოდი ხა მე ამას ჯადოს გავუკეთებ და ჩემი იქ ეს სისულელე ხო? თუ იმ კაცმა რაღაც დონეზე მასთან ოდნავი აი ძალიან მინიმალური სიახლოვე მაინც არა წარმოადა და იჭირა, არ აქვს არავის მაგისი შესაძლებლობა, ხო? ეს ერთი. მერე მეორე მსგავს რაღაცების მე ზოგადად დიდად არ მჯერა ხოლმე, მაგრამ როცა ვამბობ რომ რაღაცა მსგავსი არის აქ გაკეთებული, ხო, ესე იგი ნამდვილად გაკეთებულია. ამიტომ პირველ ვარიანტს ესე ვეტყვი. თუ უნდა რომ სამართლიანობა აღდგეს, თუ უნდა რომ ამ შემთხვევაში ცხოვრებაში ერთხელ მაინც იყოს ბედნიერი, დაივიწყოს ეს ურთიერთობა, იმიტომ რომ ამ ურთიერთობამ ყველაფერი წაართვა, ყველაფერი დაუშავა და თუ უნდა რომ ბედნიერება იპოვნოს, კიდევ გაურებაში ნუ ხართ, კიდევ ნუ ელოდებით და კიდევ ნუ გგონიათ, რომ ის იქ იმას დაშორდება, მოვა და დაგიბრუნდებათ თქვენ. ეს არის აბსურდი. იმიტომ რომ კარმული ურთიერთობა არის და თქვენთვის ჭკუის სასწაულებელია ეს ურთიერთობა, რომ შენი გზა იპოვნო, შენი ძალა იპოვნო და განავითარო საკუთარი თავი, ისე როგორც კვერთხების დედოფალს შეუძლია. ხო, ესეთი უცნაური გაშლა გამოვიდა პირველი ვარიანტისათვის, მომიტევეთ, მაგრამ რა ვიცი, რაც შემიძლია მსგავს სიტუაციაზე გითხრათ, ამ ვიდეოს ნახვის შემდგომ პირველი 8 გოგონა, რომელიც ინსტაგრამზე მომწერს კონსულტაციის თაობაზე, არის 300 ლარიან გაშლას გაგიკეთებთ ისევ აქციით, ხო? ოღონდ ფორმატი იქნება ხმოვანი შეტყობინებებით, 70 ლარი იქნება ღირებულება. რატომაც არა გჭირდებათ აშკარად აქ ფინანსურად, ემოციურად, ჯანმრთელობის ყველანაირად ხართ თითქოს ამ ადამიანთან ურთიერთობის შემდგომ გაბანკროტებული. და აქ არის ეს ყველაზე დიდი სირთულე თქვენთვის. გისურვებთ წარმატებებს, გისურვებთ საკუთარ თავში მთავარი ძალის პოვნას, რომელიც ძალაც ყველა ქალს გააჩნია და ეს არის აი მთავარი ქალის გასაღები, რაც აუღებელ ციხესიმაგრედ აქცევს ხოლმე მას, აი ამ ძალის პოვნას გისურვებთ და საკუთარი თავის სიყვარული გესწავლოთ, გოგონებო. რომ მეორედ არავის აღარ მისცეთ იმის უფლება, რომ ვიღაცამა ესე დონეზე გადკინოთ გული. გემშვიდობებით პირველ ვარიანტს, მადლობა რომ მისმინეთ. გადავედით ახლა მეორე ვარიანტის დასტაზე. მეორე ვარიანტის მე რჩეული დასტა გამეყურება ასე, ჩემო ბარტყადო. სალამი მეორე ვარიანტს. მოგესალმებით, დავიწყებთ ეს ჩაწერა. ნამიტანი აღარენილი ვიყავ, მაგრამ ეხლა ცოტა დავხათრიჯანდი, ხო იცი? აბა ვნახოთ ახლა სიგნიფიკაცია მეორე ვარიანტს რა მდგომარეობა აქვს. პირველმა კაპლი დალიოს თუ შეიძლება და შოკოლადი ჩაღეჭოს ცოტა, იმიტომ რომ კაი ამბებით არ ვიყავი, სამწუხაროდ ვერც განვითარება ვერ ვნახე. ნახოთ ახლა მეორე ვარიანტთან რა ხდება. სიგნიფიკაცია იფიქრე შენს პიროვნებაზე, ქალი კაცის მნიშვნელობა არ აქვს. რა ხდება შენსა და ამ ადამიანს შორის ახლა?
რომ შენ შემობრდანდიებ ჩემ ვიდეოზე და უყურებ ამ გაშლას პაუზა თუ დასასრულიო. აბა ნახოთ. შენსა და შენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას შორის სიგნიფიკაცია, სიტუაცია მანახე. მეორე ვარიანტი სიტუაცია მანახე. იმუქრებიან იმუქრება. იმუქრები ან იმუქრება. მეორე ვარიანტმა დაუტირეთ ერთმანეთს. აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ეს ქნა მეორე ვარიანტის ხალხმა ურთიერთობაში. მეორე ვარიანტი ისე იმუქრება. მე შენ გაჩვენებო, მე რა შემიძლიო. მე შენ გაჩვენებ ამ სიტუაციას როგორ დავატრიალებო. მეორე ვარიანტი არის თან გულნატკენი, თან ნაწყენი, თან გაბრაზებული, თან გამწარებული. და. აქეთ დაგაყრევინე ფოცრემლებს. კაც, ერთი წუთი. და რა ქენი გოგო ასეთი. მეორე ვარიანტი არის პაუზაზე. პირველი ამას ვიტყვი. მეორე ვარიანტის კაცი გაბუტულია. აი ეს რო არ გაჩვენოთ არ შემიძლია. მეორე ვარიანტთან ჯერ ერთი ხო იმას ვიტყვი რომ აქ დაპაუზებული სიტუაცია არის, მაგრამ მეორე ვარიანტი ისეთი გამწარებული არის, ოღონდ გამწარებული აქ თქვენ გაამწარეთ ეს კაცი. ნახეთ, ხმლების მეფის და იმპერატორის ეს კომბინაცია ამას რო გვერდით სამიანი ხმლები უზის, აი ეს ორი ერთად იცით როგორი კაცი არის? ამას საერთოდ გული გააჩნია თუ არა რო ვერ იტყვი და ამას რო შენ შეძელი და ის გული რაც აქვს თუნდაც რაღაცა ქვანახშირის ატკინე და თავი აგრძნობინე ისეთ სიტუაციაში სადაც თავადაა წაგებული და აი ეს გვირგვინი მოუჯაყჯაყდა და მოუყანყალდა და ეხლა ეს ხმალმოღერებული ზის და დგას და გზვერავს და თან საკრულ ფიქრებში არის გადავარდნილი რომ ამას ეხა რა გავუკეთო ისეთი რომ აბაროტი ავუღო და დავუტრიალო ყველაფერი უკუმაო აი ესე გაბუტული გაბუსხული ზის თავისი ბოლოს სიტყვაც არ თქვა თითქოს ან თუ თქვა და იმის მერე არ გამოჩენილა და აი ნახეთ 4-იან პენტაკლებში არის აქ არის აი გიჟმოტავს რა არ გაძლევს არც ემოციას არც აპაპაპაპა შეიძლება პასუხიც არ გაგცა რაღაცა ისეთი უთხარი რომ აი გაგლიჯე შუაზე ეს უნდა მეჩვენებინა არა მეორე ვარიანტთან აქ ძალიან შეეხე მის ეგოს ჯობზე ჯობი მგელმა შეჭამა ბიჭო და ხიდზე დადექით რა აი ორი ჯიხვი ორი ერთნაირი რაღაცა აი პირველი ვარიანტი თუ იქ დაღონებულია და მართლა გულნატკენი არის ხო აქ შენ დაღონებული კი არ ხარ თან ქსიამოვნებს რაც ქენი მაგრამ თან იმას ფიქრობ რომ ვაი და დასრულდეს ყველაფერიო და არაფერი აღარ ქნასო და აღარაფერი მოიმოქმედო მე სად მივდივარ და მიყვარსო და როგორ მოვიქცეო ნახოთ ერთი რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე აი მისი ფიქრები როგორი არის თქვენთან დაკავშირებით რას ფიქრობს თქვენზე მეორე ვარიანტის აუდიტორია ვინც ხართ თქვენი ადამიანი თქვენი გააბრაზებული გაგულისებული რო არის ვაიმე ძალიან გამწარებული ყავს რას ფიქრობს ის ახლა შენზე და სამართლიანობა მაქვს თონა და აქ პლუს 10-იანი ხმლები და და ძალიან გამწარებული კია ნახოთ რას ფიქრობს და აი ესე უთხარი არ გინდოდა რძედა ყველიო ეხლა ჭამე იცი ხო დასრულება ამ ფრაზის როგორია აი ესეთი გაუკეთე სიკვდილს ფიქრობს დასრულდაო ჩვენ შორისო ყველა მორჩაო დასრულდა აქო მორჩა მე აქ დამბრუნ მე მაგასთან რამის მიმწერი ვარ მე მაგის ნომერს ავკრიბ ego სადმე გავგლიჯავო შუად მორჩავს მე რა შევთა რა არ გავუკეთო რა არ მივეთ მომცელაო აი ამას ფიქრობს შენზე კაი ეხა ეს თვითონ ფიქრობს რომ შენ დაუსრულე ეს თუ შენ რაც ქენი იმან დაგისრულა იქ მაინტერესებს ერთიც და მეორეც შენზე რას ფიქრობს? არა, ნუ აი ძალიან და მენტალურად, ვაიმე ხალხო ხმლების რაოდენობას შეხედეთ, მაგრამ ეს ჯიბეში ხელს არ ჩაიყოფ. შენ რაღაცაში ამას აჯობე, რაღაცა სიტყვიერად გაამწარე, შენ ეს ძალიან გაამწარე, მაგრამ აი როგორ გზვერავს იცი და აი რაღაცა ხელსაყრელ მომენტს ელოდება რომ აი დაგიბრუნოს აი ეს პასუხი.
ახურდავებს ჯერ ამ ყოველ თავი ტვინი აუდუხდა შენზე ფიქრობს იმას რომ რანაირად ახერხებ ერთდროულად ამყოფო აი ასეთ ხმლებში და პარალელურად ამყოფო ემოციურად გადადუღებაში არ ვიცი აი დუღს აი ხმლების მეფე ყავს ჩვენ აქ რას ფიქრობს მხოლოდ ჩემს სიტყვებზე ფიქრობს მხოლოდ თქვენს კამათზე ფიქრობს მხოლოდ თქვენს ჭხუბზე ფიქრობს ღამე შეიძლება ითქვას რომ დაძინებამდე აი ამ თქვენ საუბარზე შენათქვამ რაღაცა კონკრეტულზე ფიქრობს მთვარეულივით მოჯადოებულივით ყავს ვერიგებს რა დაემართა ხო აი რა დედი ჩემი საუჭამე ეს რო გავიცანიო რა მინდოდაო მეორე ვარიანტი არ არის სამკუთხედი არანაირი მეორე ვარიანტი რაღაცაზე მოკლედ ნუ აი კართაგენი მოაწყვე არ ვიცი მაგრამ არსად წამსვლელი ეს მოგადგება მაინც ცოტა ხანში დიდი ხანია ეს ვერ გაძლებს ეგ იცოდეთ მოგადგება და გეტყვის აშენ მოდი წამოდი კოფედან მოდი წამოდი იქნე წევიდე დავათვალიერთ მოდი იქნე დავლიოთ ივჭამოთ იქნე წაგიყვან აქნე წამოგიყვან გოგო ხონში წაგიყვან გოგო ქუთაისში დაგიწყებს ასე ხო გიმღერებს აი რეალურად ძალიან უნდა შენთან ყოფნა მაგრამ იმ ხელაზე აღირსება აი ფეხებით გადათელილი რომ რა შენი სახელი შენ ფოტოს რო ხედავს აი არ ვიცი ასკროლავს რაღაცა ისე მოხუცებმა რო იციან ასკროლა ხო იცი ტელეფონების რაღაცა მთელი მკლავით რო სკროლავ აი ეს სკროლავ შენ ფოტოებს თავი კითხვა აქ არის ის რას მომოქმედებს და როგორ განვითარდება თქვენი არსებული დაპაუზებული მდგომარეობა იმიტომ რომ აქ როგორი პაუზაა იცი აი დიდხნიანი არ არის მოკლევადიანი პაუზა ხარაც გაქვს როგორ აღდგებ რას იზავს აი რას მომოქმედებს აი ეს ჩვენი კოსტაია რას მომოქმედებს მოვტალო რომ უნდა რომ იყოს და კოსტაია რო გულში შენთან მხოლოდ შენთან ნახოთ რას მომოქმედებს მისი ნაბიჯები რა იქნება აი რას იზავს გამოვა კონტაქტზე არ გამოვა კონტაქტზე აბა ნახოთ ესე იგი აქ გვაქვს ჩვენ 7-იანი თასები მე იეროფანტი მე სამიანი კვერთხები ორიანი ხმლები ძალიან ბევრს იბრძოლებს საკუთარ თავთან ხუთიანი ხმლები სადღაცა დაახლოებით ერთი კვირის შუალედში შეიძლება მოგიწიოთ სადმე ისეთ ღირსშესანიშნავ ადგილზე წასვლა ძალიან ისე გამოწყობილი კლასიკურად მაი ძალიან ისე ლამაზად გაცვიათ დიდებულად გაცვიათ სადღაცას მიბრძანდებით ჯერ ერთი ის რომ გამოჩნდება მერე ის რომ მალე გამოჩნდება 5 დღე ღამე გავა და მე-6 დილა რო გათენდება დაღამებამდე ელოდე იმიტომ რომ მანამდე თითქოს სადღაცას გასვლა გიწევს სოციალურ ქსელში რაღაცას დადება ატვირთავ შემოგხედავს და იმდენად ლამაზი ან ფოტო ან კადრი ან ვიდეო ან სტორი ან რაღაცა იქნება რომ აი იმ მომენტში დაყრის ამ ხმალს ხანჯალს და მინდა აი ხალ და რა ეკნახა მე ჭანდაბა კაცი ვარო თუ ვინმა ევიტანო მინდა ეგიო მინდა ეგი მინდაო აღდგენა იქნება ქურთიერთობის რატომ იმიტომ რომ უყვარხარ რატომ იმიტომ რომ იცის შენი ხასიათი და პირველად არ მომხდარა თქვენ შორის მსგავსი მწარე სიტყვების მოსმენა იცის რომ შენი თავის ფასი იცის რომ ტყუილად არ გაგიტრაკებია მაგრამ ჯიბეში ხელს არ ჩაიყოფს ეს მაინც რაღაცას დაგიბრუნებს შენ გამოჩნდება 5-დან 6 ვადაზე აი 5-დან 6 დღე ეს არის პერიოდი რატომ რომ კარმულია რატომ რომ საბედისწერო ურთიერთობა არის ამ ურთიერთობას აქ გრძელვადიანი პერსპექტივა და განვითარების შესაძლებლობა კონტაქტზე გამოსვლასაც ელოდე აი ამ ვადაზე დაკარგულობიდან უნდა გამოჩრიტინდეს 6 არის ჩემი პასო 6 დღე 5 დღეღამის დასრულება და მე-6 რო იწყება მე-6 დილა დღე უნდა გამოჩრიტინდეს ჩვენი კოსტაია მეორე ვარიანტის მაყურებლები ვინც ხართ პირველი რვა გოგონა რომელიც მომწერს ისევ როგორც პირველი ვარიანტის ხალხი 300 ლარიან გაშლას გაჩვქებთ 70 ლარში აი ესე ვაჭრობად რო დავიწყე ხა მეცინება ფორმატი იქნება გოგონებო ხმოვანი შეტყობინებებით დეტალებს აგიხსნით პირად შეტყობინებებში ინსტაგრამზე დამიკავშირდებით შენი ჰიოლი ქართული შრიფტით გემშვიდობებით შემდგომ ვიდეომდე მადლობა ვინც მიყურეთ წარმატებები